სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერის საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, როგორც უკვე ანონსიდანაც გამოჩნდა, ისევ გადაცემა ჰორიზონტს მიღმა პირდაპირ ეთერში. დღეს პარასკევის საღამოა 5 საათი, მე კი მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე ახალგაზრდებისთვის. ეს არის უცხოეთში სწავლაზე, იქ ცხოვრებაზე, მოხალისეობაზე და შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე და აქ ამ ცოდნის, უნარების გამოცდილების გამოყენებაზე. ამიტომ დღეს გვეყოლებიან ერთის მხრივ ის ახალგაზრდები, რომლებიც უკვე საქართველოში დაბრუნდნენ, ხოლო მეორის მხრივ ისინი, ვინც ჯერ კიდევ უცხოეთში არიან. ასევე შუალედური რეალობა შეგვექმნა ონლაინ სწავლების გამო, ისეთი ახალგაზრდებიც გვეყოლებიან, რომლებიც თან ონლაინ სწავლობენ უცხოეთში და თან საქართველოში იმყოფებიან. დღეს ჩვენი სტუმრები არიან მარიამ ბიწაძე, ნატალია ჯაფიაშვილი, გენო ქუტაშვილი და ნანი წიქარიძე, ასევე დიანა ენდელაძე, ეთერ გლურჯიძე და სოსო ჩაჩანიძე. მოგესალმებით ყველას, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყებ პირველ რიგში გენოთი. თუ შეგიძლია გენო, შენ ძალიან გრძელი ისტორია გაქვს და მრავალფეროვანი უცხოეთში სწავლის, თუ შეგიძლია რომ გვითხრა რა პროგრამებით ისწავლე და ახლა რას საქმიანობ და სად ხარ? გამარჯობა ყველას. მე ვარ გენო ქუტაშვილი, ვარ ახალგაზრდა პერიოდში, დავამთავრე საქართველოში ბაკალავრი ჟურნალისტიკის მასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტში. ამავდროულად მესამე ფაკულტეტი წელი გავიარე პოლონეთში ერასმუს სტიპენდიით. შემდეგ წავედი უნივერსიტეტში უნივერსალობის სტიპენდიით და გავიარე მაგისტრატურა ეკონომიკის მიმართულებით, პოლიტიკასა და მენეჯმენტში და ახლა მუშაობ კრაკოვში, ევროკავშირის მოხალისე არსებულ ორგანიზაცია საერთაშორისო პოლონეთში ორგანიზაცია. ხო, აი უფრო მეტი რო გითხრა ორგანიზაციაში რა საქმიანობ და რა არის ეს ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობის პროგრამა? გენო თუ გესმის ჩვენი? მგონი ტექნიკური ხარვეზი გვაქვს. ამიტომ სანამ გენო ისევ შემოგვიერთდება, მე მინდა ნანი წიქარიძესთან გადმოვიდე და გვითხრა ნანი შენ უკვე საქართველოში იმყოფები ფიზიკურად, თუმცა უცხოეთში სწავლობ. რომ გვითხრა რა პროგრამით და რა მიმართულებით და რა გამოცდილებაა ეს? მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში ესმა გადაცემაში მოწვევისათვის. ამჟამად მე ვარ საქართველოს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. ვსწავლობდი დანიაში კოპენჰაგენის უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე, თუმცა ეს იყო პანდემიამდე პერიოდი, როდესაც ცხოვრება იყო ასე ვთქვათ ჩვეულ რიტმში. პანდემიამ დანიაში გაართულა უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლების გაგრძელება და მათ შორის ქართული სტუდენტებისათვისაც მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ პანდემიის პირობებში დანიის უნივერსიტეტმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა ერთი სემესტრით გადადო სწავლება. უნივერსიტეტები მხოლოდ გახსნილი იყო ადგილობრივი სტუდენტებისათვის, მხოლოდ გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესწავლათ დანიაში. ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ ასე ვთქვათ ძლიერი გადაწყვეტილება, თუმცა სტუდენტებისათვის იყო ძალიან მოსაწყენი, ცოტა მოიწყინეს ჩვენმა სტუდენტებმა ამის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი პოლიტიკა იყო, რადგან მაშინ, როდესაც საქართველო და მთლიანად ევროპა ებრძოდა COVID ვირუსს, დანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამარცხა COVID და გახსნა დაწესებულებები, როგორიც არის საბავშვო ბაღი, სკოლები და უნივერსიტეტები. ამიტომ ქართველი სტუდენტები და გაცვლითი პროგრამის სტუდენტები ახლა ემზადებიან საზღვარგარეთ წასასვლელად გაზაფხულზე.
რაც შეეხება ჩემს დანიაში ყოფნის დროს მიღებულ გამოცდილებას, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან კარგი და ბენეფიტური ჩემთვის, რადგან სწორედ იქ განათლების ფაკულტეტზე სწავლისას დავინახე განათლების სისტემის ის მხარეები, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ მოერგოს ჩვენს ქვეყანასაც. მაგალითად, ეს იქნება მეტი პრაქტიკა ყველა ფაკულტეტზე, თუ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან რაღაცა გარკვეული სხვანაირი დამოკიდებულება და ადაპტირებული გარემო, რომელიც დანიაში იყო და რომელიც საქართველოში შეიძლება დაინერგოს. ხო, აი როგორი დამოკიდებულება იყო ეს, მაგალითად, ყავდნენ თუ არა კურსელები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებით ან შეზღუდული შესაძლებლობებით და რა იყო ეს მისაწვდომი გარემო? კი, პირველ რიგში ეს იყო ადაპტირებული გარემო. მე მყავდა ორი ასეთი სპეციალური საჭიროების მქონე კურსელი. მათ ყავდათ სპეციალური კურატორი, რომელიც უზრუნველყოფდა უნივერსიტეტში მათ ადაპტირებას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. და ვფიქრობ, რომ რაღაცეები, აი ეს შეიძლება დაუშვათ საქართველოს განათლების სისტემასაც მოერგოს და მომავალში სამოვალოდ დაინერგოს. ამჟამად ვსწავლობ უმაღლესი განათლების მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ვფიქრობ, რომ ჩემი სამომავლო გეგმები შეეხება სწორედ ამას. როდესაც დავამთავრებ უნივერსიტეტს, ძალიან მინდა ყოველ შემთხვევაში ჩემი სამომავლო გეგმა არის, რომ განათლების მიმართულებით ეს ინოვაციები დავნერგო. თუ მომეცა ამის საშუალება. ნანი, ძალიან დიდი წარმატებები შენ. მე ახლა მარიამს მინდა ვკითხო, პანდემიამ ძალიან ბევრი საკითხი, როგორც უკვე ნანიმ თქვა, გაართულა და მათ შორის მოგზაურობაც, ანუ თუნდაც სასწავლო და საქმიანი ვიზიტები, გააძვირა ეს ფრენები, ფასები გაიზარდა ყველაფერზე. შენი გამოცდილება არის ძალიან საინტერესო, რომ გაგვიზიარო, როგორ დაბრუნდი საქართველოში, როგორ წახვედი და ასე შემდეგ. ესმა მადლობა. პირველ რიგში ვისაუბრებ იმ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც ეხა ამ ეტაპზე მე მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, მაგისტრატურის პროგრამაზე, ესე ვთქვათ, გლობალური სწავლება, global studies, ესე ქვია ჩემს პროგრამას. პროგრამა დაიწყო აგვისტოში და როგორც შენახსენე, ესე ვთქვათ, ცოტა მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, თავიდან ბოლომდე შეიცვალა გეგმები, რაც უნივერსიტეტს ჰქონდა და ასევე რაც მე მქონდა. ყოველდღიურობდი, ესე ვთქვათ, წერილს, როდის შევძლებდი შვედეთში ჩასვლას. თუმცა, ამაოდ, ესე ვთქვათ, და რაღაც გადაწყვეტილება მივიღე ცოტა ხნის წინ, რომ ჩავსულიყავი უნივერსიტეტში, რადგან ვთვლი, რომ ცოტა რთული არის აღიქვა სისტემა ესე დისტანციურად. რაღაც, ესე ვთქვათ, დოკუმენტებიც მქონდა მოსაგვარებელი და პლუს მინდოდა, რომ ესე ვთქვათ, უნივერსიტეტთან ფიზიკური შეხებაც მქონოდა და ეს გადაწყვეტილებას მივიღე დეკემბრის დასაწყისში. ესე იგი, საკმაოდ რთული არის, ესე ვთქვათ, მოგზაურობა, საზღვრის კონტროლი ესეთი რთული არასდროს არ ყოფილა და როგორც აქამდე იყო მოგზაურობდით ქართველები განსაკუთრებით ვიზის გარეშე თუნდაც ან ვიზით, როდესაც საბუთების შემოწმება არ ხდებოდა, ეხლა ესე ვთქვათ, საკმაოდ გართულებული არის. დეტალურად გეკითხებიან ყველაფერს, ესე ვთქვათ, რა მიზეზით მიდიხარ, რა მიზნით მიდიხარ. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ უნივერსიტეტი სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებს პანდემიის გამო შვედეთში, ესე ვთქვათ. ცოტა, ესე იგი, საინტერესო შემთხვევა არის შვედეთი, როგორც იცით, პანდემიასთან გამკლავების პროცესში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იყო, რომელმაც ლიბერალური მიდგომები გამოიყენა და მაქსიმალურად ღია დატოვა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეკეთებინა. ეს იყო დაახლოებით მარტის ბოლომდე და მე თვალს ვადევნებდი კარგად, ესე ვთქვათ, ამ პროცესებს რა და როგორ წავიდოდა, იმიტომ რომ პირდაპირ ჩემს ინტერესებში ჯდებოდა, რომ ვიცოდნო და რა ხდებოდა. და უნივერსიტეტებს მიეცათ, ესე ვთქვათ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მალმოს უნივერსიტეტმა ამ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი სემესტრი ესე ონლაინ განეხორციელებინა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პროგრამა, ესე ვთქვათ, ჩემი სასტიპენდიო პროგრამა არის შვედეთის ინსტიტუტის პროგრამა, რომელსაც ქვია WISP. ამ პროგრამის ფარგლებში სხვა ქართველი სტუდენტებიც არიან, ესე ვთქვათ, მონაწილეები და მაგალითად ლუნდის უნივერსიტეტი ეხლა ჩვეულებრივად განაგრძობს ფუნქციონირებას მიუხედავად პანდემიისა. უფრო სწორად ჩვეულებრივად ცოტა უტრირებული იქნება, რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, ჰიბრიდული ლექციები მიმდინარეობს, ნაწილი Zoom-ის მეშვეობით, ნაწილიც უნივერსიტეტში. მე გავიგე, რომ თითქოს და ზოგიერთი უნივერსიტეტი სტიპენდიას არ აძლევს იმ სტუდენტებს, რომლებიც ფიზიკურად ქვეყანაში არ ჩადიან და დისტანციურად სწავლობენ. შენთან მიმართებაში ეს ასე იყო?
ცოტა ესე ვთქვათ იმის გამო რომ შვედური სტიპენდიას ვიღებ შვედურ ვალუტაში ერთადერთი საშუალება არის იქ ჩასვლა და ამ სტიპენდიის აღება. ქართულ ბანკებთან ცოტა პრობლემები ექნებოდათ ხოლმე ზუსტად არ ვიცი მოკლედ რა ხდება უბრალოდ სანამ საქართველოში ვიყავი ფიზიკურად ვერ შევძელი ამ სტიპენდიის აღება და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მე დეკემბრის დასაწყისში გადავწყვიტე რომ შვედეთში ჩავსულიყავი საჭიროა სპეციალური ბარათის გააქტიურება რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ხდება რაც უშუალოდ სტუდენტი და სტიპენდიის მფლობელი ქვეყანაში ჩადის. ესე ვთქვათ, კი, ცოტა გართულდა ამ მხრივ სიტუაცია, მაგრამ როგორც ვიცი, სხვა პროგრამები, მაგალითად, Erasmus-ის Joint Master's Degree რაც არის, მათ ჩემი მეგობრები არიან ამ პროგრამის მონაწილეები და მათ პროგრამები. სამაგისტრო, ერთიანი სამაგისტრო პროგრამა, არ შექმნიათ მათ პრობლემა და საქართველოში ახერხებდნენ ამ სტიპენდიის აღებას, ვთქვათ, ჩემგან განსხვავებით. ავიაბილეთების საკითხი როგორ არის? მე ვიცი, რომ ძალიან გაძვირდა და ეს უამრავ ახალგაზრდას პრობლემას უქმნის. კი, მეც სექტემბერში სხვათა შორის კიდევ მომიწია მოგზაურობა სამსახურის გამო და იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ძვირი იყო ბილეთები და მეც მეგონა, ეხა სანამ ვიყიდი წინასწარ ბილეთებს, სადღაც საშუალოდ ერთი მიმართულება $500 ჯდებოდა, თუმცა ეხა ძალიან გამიკვირდა, რომ მარტივად შევძელი ბილეთების ყიდვა ალბათ გააჩნია თუ ასე ვთქვათ, ადრე წინასწარ დაიჭერა, ასე ვთქვათ, თადარიგს შედარებით იაფი გამოდის, ანუ ესეთი ძვირი არ არის და მგონი როგორც ვიცი, რაღაც მიმართულებები კიდევ ემატება და ეს უფრო იმედი მაქვს გააიაფებს, ასე ვთქვათ, ფრენებს. თუმცა საკმაოდ ძვირი არის ეხლაც მაინც. მაგრამ პირველი ლოკდაუნი როცა იყო, მაშინდელი, ასე ვთქვათ, მაღალი ფასები ამ ეტაპისთვის შენარჩუნებული არ არის და შესაძლებელი არის, რომ იმოგზაურო გადაუდებელი მიზეზების და საჭიროებების შემთხვევაში. როგორი შეზღუდვები მოქმედებს ახლა შვედეთში? ამ ეტაპისთვის, ესე ვთქვათ, გასართობი დაწესებულებები დახურული არის, საგანმანათლებლოც, ანუ უნივერსიტეტი, როგორც გითხარი, ესმა, ანუ საკმაოდ განსხვავებული მიდგომები აქვს უნივერსიტეტების ნაწილი ჰიბრიდულ პროცესში არის სწავლების, ნაწილი აბსოლუტურად ონლაინ, თუმცა სკოლები და ბაღები არის ღია. ალბათ ითვალისწინებენ რისკ ჯგუფებს და ესეთ შემთხვევაში უფრო ბავშვები ამ შემთხვევაში უფრო დაცულად მიეჩნიათ. არ ვიცი, უბრალოდ განსხვავებული მიდგომები არის, ძალიან დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას სასწავლო დაწესებულებები ამ ეტაპისთვის, ნამდვილად ესე არის. ძალიან საინტერესო არის, რომ ჩვენთან მაგალითად საქართველოში პირველ რიგში რაც დაიხურა, სწორედ სასწავლო დაწესებულებები იყო და გასართობი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბოლოს. ახლა მინდა ნატალიასთან გადავიდე და ვკითხო ის რა პროგრამით სწავლობს და რომელ ქვეყანაში იმყოფები. გამარჯობა ესმა, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობის მოცემისთვის. ამ წუთას ვარ უნგრეთში, ბუდაპეშტში, აქ ვაგრძელებ სწავლას. ზოგადად ჩემი პროგრამა არის Erasmus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, მაგისტრატურა, რომელიც სრულად არის დაფინანსებული და მთავარი სახელწოდება არის კვლევა და ინოვაცია უმაღლეს განათლებაში. ანუ მთლიანი პროგრამა უმაღლეს განათლებაზე არის ორიენტირებული და ამ წუთას სწავლების სპეციალიზაცია არის, რაც მიავირჩიე და ბუდაპეშტში ეტოს-ლორანდის უნივერსიტეტში ვაგრძელებ ამაზე ეს სემესტრის სწავლას. შენ თავის დროზე ძალიან საინტერესო რომ სტუდენტურ საკითხებს პირდაპირ მიყვები, იმიტომ რომ თავის დროზე შენ იყავი Erasmus-ის სტუდენტური ქსელის თავმჯდომარე საქართველოში და ერთი სიტყვით უმაღლეს განათლებას პირდაპირ მიყვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის კარიერული თვალსაზრისით. ხო, ესე გამოვიდა, რომ ანუ ყველა ჩემი გამოცდილება, რაც აქამდე მქონია, სამუშაო, არასამუშაო, მოხალისეობრივი და ყველაფერი რაღაცნაირად ყველაფერი Erasmus უკავშირდება და თან უმაღლეს განათლებაზე არის პირდაპირ მიბმული საკმაოდ მჭიდრო და ნუ ხო, ბევრი რაღაცა სარგებელი მაქვს მე თვითონაც ცხადია, იმიტომ რომ უზარმაზარი გამოცდილება, თვითონ მთლიანი პროგრამა და იმდენი რაღაც საინტერესო რაღაც ხდება ამ პროგრამაში და საინტერესო რამეს ვსწავლობთ, რომ ჩემთვის რაღაცა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, პირადად ესე მგონია. ეს პროგრამა მხოლოდ ბუდაპეშტში სწავლას გულისხმობს თუ სხვა უნივერსიტეტებიც უნდა მოიარო? ანუ ეხლა ჩანო როგორც გოგოებმა აღნიშნეს უკვე და მეც დავამატებ რომ ამ პროგრამაში ანუ ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა პანდემიის გამო. ანუ მე შარშან პირველი სემესტრი დავიწყე ავსტრიაში სწავლა, ანუ მეორე კურსზე ვარ უკვე, ხა მეორე წელია ჩემთვის
პირველი სემესტრი ვიყავი ავსტრიაში, მეორე სემესტრში, ანუ 2020 წლის ზამთარში წავედი ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში იქ გავაგრძელე სწავლა და იქ მომიწია შუა პანდემიის პერიოდში, იქ დამემთხვა ყველაფერი. და ეხლა რეალურად დაგეგმილი იყო რომ სტაჟირება უნდა გამეკეთებინა გაზაფხულზე ბუდაპეშტში ფინეთის მერე და მერე წავსულიყავი ჩინეთში ან ინდოეთში, ანუ ეხლა ახალი ჩამოსული უნდა ვიყო ჩინეთიდან წესით. იმიტომ რომ პროგრამა მოიცავდა ჩინეთში წასვლასაც 2 თვე იქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ სამწუხაროდ პანდემიამ ყველაფერი არია და ჩინეთის სემესტრი გაზაფხულისთვის გადაიტანეს შემოდგომიდან და ეხლა საერთოდ გვითხრეს უკვე დაგვიდასტურდა რომ ონლაინ იქნება მთლიანი ჩინეთის სემესტრი და აქედან ჩავერთობით ყველანი ერთად. ანუ 4 ქვეყანაში უნდა ყოფილიყავი, უნდა მოგევლო 4 უნივერსიტეტში. მინიმუმ 4 ქვეყანა, ანუ რეალურად მე შესაძლებლობა მქონდა რომ internship, ანუ სტაჟირება სხვა ქვეყანაში გამეკეთებინა, უბრალოდ მე გადავწყვიტე რომ აქ გამეკეთებინა, ისევე სადაც სადაც სამაგისტროს დავიცავ რეალურად. თორე შეიძლება და კიდევ ერთი ქვეყანა დამატებით ყოფილიყო. სწავლების თავისებურებებზე მინდა კითხო, პრინციპში უკვე ის რომ ამდენ ქვეყანას და ამდენ უნივერსიტეტს ფარავ ერთ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, 2 წლის ფარგლებში ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ აი კიდევ რა განსხვავებები არის, თქოთ, ქართული სწავლებისგან? იცი რა არის, ანუ აი სამაგისტრო საფეხურზე საქართველოზე, რადგან არასდროს არაფერი შეხება არ მქონია, ანუ სამაგისტროზე იმდენად მიჭირს, რომ რაღაცა კონკრეტული შედარებები გავაკეთო. მაგრამ ანუ ჩემთვის აქ მთავარი მიდგომა რაც არის განსხვავებული, არის ის, რომ ანუ აქაც გააჩნია ძალიან ქვეყანას. რადგან ამდენ ქვეყანაში ვიყავი, ძალიან რთულია, რომ ერთიანი შეფასება გავაკეთო მთლიანი პროგრამის, იმიტომ რომ საქართველოშიც ყავდა ძალიან კარგი ლექტორები. და აქაც მყავს, მაგრამ ამ პროგრამის და ზოგადად ერაზმუსის ესეთი სამაგისტრო პროგრამების დამახასიათებელია, რომ რაღაცა მოწვეული ყავთ ძალიან ვარსკვლავი პროფესორები შენ სფეროში, რომლებიც არიან და ცდილობენ, რომ იმათმა ისინი მოიზიდონ, გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება, რაც ცოტა უცხოარი, რომ მოდიან და რაღაც მთელი დღე 2 დღის განმავლობაში 8-9 საათიანი ლექცია გვიტარდება. 2 დღეში ცდილობენ, რომ დაფარონ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხები. მეც მქონია გერმანიაში მსგავსი გამოცდილება, იმის გამო რომ ისინი იყვნენ სხვა უნივერსიტეტებში მოღვაწეობდნენ, ან საერთოდაც დაშეთ ევროკომისიაში მუშაობდნენ, აი ესე ჩამოდიოდნენ და კონცენტრირებულად ხო 1 ან 2 დღე ატარებდნენ ლექციებს. კი, თან ძალიან ინტენსიურია და ძალიან დიდი გამოწვევარი ჩემი აზრით ესეთი ლექციები, მაგრამ მეორე მხრივ გაქვს შესაძლებლობა რომ ეს ადამიანები გაიცნო და კიდევ რაც მთავარი არის ჩემი აზრით ამ პროგრამაში არის ქსელი, ის ადამიანები, სოციალური ქსელი და მაგიტომაც ძალიან ბევრი რაღაცა დავკარგეთ და ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს იცნობ ამ პროგრამაში, უამრავ ადამიანთან გაქვს კონტაქტი და ისინი მომავალში სავარაუდოდ შენი კოლეგები ხდებიან, ასე შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, რაც გარკვეულწილად ძალიან შეცვალა პანდემიამ, იმიტომ რომ ეხლა ყველაფერი ონლაინზე გადავიდა, რაღაცები გართულდა, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ რაღაცა შევინარჩუნოთ ისეთი ტემპი მანამდე გქონდა. ნატა, ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ასევე ისიც, რომ პარალელურად შენ უკვე ყავს ოჯახი. ხარ დაქორწინებული და ძალიან ბევრი გოგოსგან მსმენია, რომ ოჯახის შექმნა ნიშნავს გარკვეულწილად სწავლისგან და საერთოდ აქტივიზმისგან, მოხალისეობისგან, ეს კარიერული განვითარებისგან ერთგვარ ჩამოშორებას და მით უმეტეს უცხოეთში წასვლაც უკვე რაღაცნაირად ტაბუდადებული თემაა მათთვის და გამორიცხულია. აი ამ მიმართულებით შენი გამოცდილება როგორ დააორგანიზეთ ეს ყველაფერი ისე რომ ამდენს ახერხებ უკვე 2 წელია და მანამდეც აქტიურად სწავლობდი უცხოეთში. ხო, ანუ რა ვიცი, ჩემთვის ძალიან არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშანი, რომ ოდესმე რაღაცა ამნაბიჯის გადადგმა რაღაც მომენტში ჩემ კარიერულ განვითარებას ხელს შეუშლი და ძალიან უცნაური არის და მეუცხოვება, ანუ სხვებზე კი რა თქმა უნდა გამიგია, მაგრამ ჩემი პირადი თვალსაზრისით ეს არის ისეთი რაღაცები, რომელსაც არჩევანის გაკეთება თუ გიწევს, ეგ უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა კარგად ვერ მიდის ურთიერთობაში, ჩემი აზრით. ცხადია, არჩევანის გაკეთება არ უნდა გვიწევდეს, პრიორიტეტებში უნდა თანხმდებოდე იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც ხარ. მე, როდესაც პირველად გაცვლითი პროგრამით ვიყავი, მაშინაც მარტო წავედი და მარტო ცხოვრობდი, მერე ჩემი ქმარი წავიდა ჩემზე ადრე სასწავლებლად და მაშინაც ცალ-ცალკე ვიყავით, მერე მე წავედი. მოკლედ, ძალიან ისე ვართ რა, ვცდილობთ, რომ ეხლა ერთ ქვეყანაში ვართ ბოლოს. ეხლა ამ წუთას ერთ ქვეყანაში ვსწავლობთ ორივე და ვცხოვრობთ, მაგრამ
ჩემი აზრით ეს ყველაფერი ღირდა, ანუ არაფერი არ არის შეუძლებელი თუ ადამიანი მოინდომებს. და არც ეს არ არის ესეთი გადავლახავი პრობლემა, რომ რაღაცა კი ცხადია პრობლემები და რაღაცა გართულებები და გამოწვევები ყველა შემთხვევაში არის და ვერავინ ვერ იტყვის, რომ უმარტივესია და რაღაცა მოდი ყველამ ერთად ესეც ნაბიჯები გადავდგოთ, მაგრამ ანუ ჩემი აზრით უნდა გქონდეს გაცნობიერებული, როცა რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვს დასახული ცხოვრებაში, ამისთვის რა შეიძლება გააკეთო და თუ ორი ადამიანი ამაზე თანხმდება, ორი ზრდასრული ადამიანი ამაზე თანხმდება, რა ვიცი, გონია რომ არც ეგეთი შეუძლებელი და რთული არ არის. კი, ნამდვილად და ძალიან საინტერესო პირიქით გამოცდილება არის გასაზიარებლადაც და ასე შემდეგ. მინდა რომ გენოს დავუბრუნდე ისევ და კითხო თუ ხაზზე ხარ ჩვენთან ერთად, რა შეზღუდვები არის ამჟამად კრაკოვში, პოლონეთში გადაცემის დაწყებამდე გითხარი რომ ქუჩაშიც კი პირბადი სტარება არის სავალდებულო. როგორი სიტუაცია არის კორონასთან დაკავშირებით? ესმა გენოს რაღაც პრობლემა შეექმნა და ამიტომ რომ გავაგრძელოთ გადაცემა მაშინ დაგტოვა. თუ შემოგვიერთდნენ ჩვენ გადაცემის დასაწყისში არ ყავდა რამდენიმე ადამიანი, დიანა, ეთო და ასევე სოსო, თუ რომელიმე შემოგვიერთდა? ნატა, ნანი და მარიამი ყავს სტუმრად და მაშინ მათთან რომ გავაგრძელოთ ვხოლოდ. ჯერჯერობით. მაშინ მარიამთან მინდა გადავიდე შემდეგი კითხვით, რადგანაც შენ პარალელურად საქართველოში იმყოფები, სწავლასთან ერთად ძალიან ბევრიც გამსმენია, რომ კიდევ მუშაობენ, სტაჟირებს გადიან, შენ თუ ხარ რამეში ახლა ჩართული და ასევე ნანისაც მინდა ეს კითხვა რომ დავუსვა. მადლობა ისმა, მოკლედ ცოტა რთული არის ხოლმე ზოგადად ერთმანეთთან შეთავსება. სამაგისტრო პროგრამა საკმაოდ მძიმე არის, ასე ვთქვათ, გასავლელად და ბევრად განსხვავდება დატვირთვით ბაკალავრიატისგან. მაქსიმალურად ვეცადე, სანამ სამაგისტრო პროგრამას დავიწყებდი, რომ ასე ვთქვათ, დრო გამეთავისუფლებინა იმისთვის, რომ ძირითადი ჩემი მიმართულება სწავლა ყოფილიყო, თუმცა ამ ეტაპისთვის მაინც ვაგრძელებ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროგრამებში თუ პროექტებში ჩართვას. ამ ეტაპისთვის, 2 წელია უკვე ევროპულ-ქართული ინსტიტუტის საერთაშორისო კოორდინატორი ვარ, ასევე ბევრმა ახსენა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები არიან და ამ პროგრამის ეროვნული კოორდინატორი ვარ. საქართველოში და ბოლო პროექტი, რაზედაც ვიმუშავე, შეიძლება კი გსმენიათ. ეს არის Data Fest-ი, რომელიც მონაცემებზე არის ძირითადად დაყრდნობილი პროგრამის ფასილიტატორი ვიყავი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მიმართულების. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მიუხედავად ამ შეცვლილი გეგმებისა, რომელიც რეალურად დავიწყე წლის დასაწყისში, ვგეგმავდი, ესე ვთქვათ, წელს საკმაოდ რთული იყო, რომ ესე უეცრად უნდა შეგეცვალა ყველაფერი და ეს გამოთავისუფლებული დრო, გარდა მაგისტრატურის პროგრამისა, რაღაცებით შემევსო, თუმცა ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ გაართულა, ესე ვთქვათ, პანდემიამ ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობა ძირითადად, ესე ვთქვათ, სოციალური სახის იყო და მაქსიმალურ კომუნიკაციას მოითხოვდა ახალგაზრდებთან ძირითადად. Data Fest-ზე რო გითხრა მოკლედ, რომ მაყურებლისთვისაც გასაგები იყოს რა პროექტია ეს? Data Fest-ი, ესე იგი, ძირითადად გულისხმობს პროგრამა, რომელიც, ასე ვთქვათ, რამდენიმე დღის განმავლობაში მოიცავს საერთაშორისო სპიკერების მიერ ჩატარებულ ვორქშოპებს თუ სხვადასხვა სესიებს. ეხმარება ახალგაზრდებს, რომლებიც მონაცემებით არიან დაინტერესებული, ძირითადად ასევე დიახ, კი ბატონო, სტატისტიკით ან თუნდაც ნებისმიერი სახის პირველადი ინფორმაციით, ამ მონაცემების დამუშავებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის ვიზუალიზაციით და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი არის ხოლმე, ესე ვთქვათ, ჰაკათონი, რომელიც გუნდებს, რეგისტრირებულ გუნდებს, რომლებიც უკვე გაივლიან ხოლმე ფასილიტაციას სხვადასხვა მენტორებთან, ამის შემდეგ, ესე ვთქვათ, შეჯიბრია უკვე და თავის იდეებს წარადგენენ შემდგომი დაფინანსებისთვის. ეს არის უკვე რამდენიმე წელია, ასე ვთქვათ, ხორციელდება მე ამ პროექტს. ტექნოლოგიებს უკავშირდება ალბათ ეს იდეები ძირითადად ტექნოლოგიური თვალსაზრისით მიმდინარეობს და უკვე მეორე გამოშვება იყო, ასე ვთქვათ, რაც ონლაინ ჩავატარეთ, მანამდე ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, საქართველოში ხორციელდებოდა და მინდა აღნიშნო, საკმაოდ მასშტაბური პროექტი არის, როგორც წესი, 600 ადამიანი არის ხოლმე, ასე ვთქვათ, მონაწილე და ძალიან საინტერესო საერთაშორისო დონის სპიკერები, რომლებიც ძირითადად საქართველოს ჩამოდიოდნენ ხოლმე, ესე ვთქვათ, პანდემიამდე პროცესში და საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც.
ასევე. თუმცა ტექნოლოგიური კუთხით განვითარება აუცილებელია საქართველოსთვის. ვნახეთ ხო ტურიზმი, რომ ნებისმიერი თუნდაც პატარა არეულობის ომის კონფლიქტის თუ პანდემიის შემთხვევაში ეგრევე ჩაიფუშება ხოლმე და ქვეყანას სჭირდება ეკონომიკა და დღეს ჩვენს პირობებში როცა ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს, არც ოქრო, არც ნავთობი, ინტელექტზე დაფუძნებული და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, მათ შორის ტექნოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალია, თუნდაც იმიტომ რომ გარემოს არ აბინძურებს მასშტაბური და უშუალოდ ფაბრიკა-ქარხნებისგან განსხვავებით და მთავარი არის უკვე სამეცნიერო რაღაც ინოვაციების შექმნა. ნანი, მინდა შენთან გადავიდე ამ კითხვით, შენ რა საქმიანობს სწავლის პარალელურად და რადგან შენ უკვე დაბრუნდი საქართველოში, მომავალში რას აპირებ, რა გეგმები გვაქვს, რომ გვითხრა? ეს მანანიცად შექმნა ტექნიკური პრობლემა და ნატა არის ჩვენთან. მაშინ ნატალის დაუსვამ ანალოგიურ კითხვას, პრინციპში ეს წელიც და უკვე უნდა დაამთავრო, თუ აპირებ საქართველოში დაბრუნებას, რა სფეროში ფიქრობ საქმიანობის გაგრძელებას? ესე იგი, რავი, ძალიან რთული კითხვა არის ჩემი აზრით ეხა. ერთ-ერთი ყველაზე რთულია, რაზეც პასუხი უნდა გავცე, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს ახლა გადავწყვიტე და რაიმე გეგმა დავსახო მომავალი წლისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ყველა ვნახეთ, როგორ ჩამოგვენგრა ყველა გეგმა თავზე 2020 წლის დასაწყისში, იმიტომ რომ 2020 წლის თებერვალში ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი, რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი. და მე უცებ ყველაფერი ძალიან ქაოსურად შეიცვალა. ბევრი უკეთესობისკენ და რაღაცები გაჩნია, როგორ შევხედავ სიტუაციას, მე ძალიან უკმაყოფილო არ ვარ მაინც. და სამომავლო გეგმებზე ალბათ ჯერჯერობით არ ვიცი საქართველოში დავბრუნდები თუ არა, იმიტომ რომ მგონია რომ არის რაღაცა გამოცდილება, რაც კიდევ მჭირდება რომ დავაგროვო. აუცილებლად უმაღლესი განათლების მიმართულებით და დიდწილად კვლევასთან დაკავშირებით. ეს ორი არის ჩემი ძირითადი მიმართულება, რაზეც სამაგისტროსაც წერ, რაზეც მუშაობ ხან სტაჟირებას ვაკეთებ პარალელურად და ეს არის ჩემი ძირითადი საკითხები, სადაც დავრჩები, კვლევა უმაღლესი განათლება და ნახოთ. საქართველოზე ალბათ გაზაფხულზე გავშკეთ. დარჩენისთვის რა შესაძლებლობები არსებობს, რა სტაჟირებები თუ პროგრამები? იცი რა არის, დარჩენისთვის ალბათ უფრო სამსახურზე ვფიქრობ ჯერჯერობით, თუ შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ ყველა ვიცით ამ კრიზისში საკმაოდ გართულდა სამსახურების მოძებნა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ჩემი პროგრამა მავალდებულებს, რომ სტაჟირება გავიარო და იანვარი-თებერვალში მიწევს ორთვიანი სავალდებულო სტაჟირების გავლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ანუ პროექტებში ჩავერთვები, მაგრამ მაგის მიუხედავად მე თვითონ გავდივარ უკვე სტაჟირებას, სადაც ჩემმა სუპერვაიზორმა ხელმძღვანელმა წამიყვანა სამაგისტრო თეზისის, ვინც მყავს, ოღონდ სხვა უნივერსიტეტიდან არის. ანუ ამ წუთას გამოდის, რომ ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში გავაკეთებ სტაჟირებას ერთდროულად და მაგიტო ვიძახი, რომ ძნელია ესე აქედან შევაფასო რაღაცები, მაგიტო დავალოდები ალბათ გაზაფხულს და შევხედავ როგორი სიტუაცია იქნება. კი, ნამდვილად გაძლებად წარმატებები, გაურკვევლობა, გეგმების სწრაფად ცვლილების საჭიროება არის სწორედ ის, რაც მოიტანა პირველ რიგში პანდემიამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადამიანები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ზუსტად ეს არის ლიდერობის თვისებაც მათ შორის, რომ ნებისმიერ შეცვლილ გარემოებებს შეეგუო და შეცვლილ რეალობაზე გადაეწყო და ამ სიტუაციაშიც გააგრძელო საქმის კეთება, გააგრძელო სწავლა, არ ჩამოუშვა ხელები და ამაში მინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, თქვენ კი ერთი კვირით დაგემშვიდობებით დროებით. მადლობა, ესმა დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.